ატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი, ანალიტიკოსი, ოცნების მთავრობის ყოფილი წევრი, მაღალჩინოსანი, მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო მომენტში ვართ, მოკლედ საგარეო პოლიტიკის კუთხით თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით, აუცილებლად საგარეო ფაქტორებსაც გკითხავთ, მაგრამ მოდით მაინც დავიწყოთ საშინაო პოლიტიკით. რა ვნახეთ ჩვენ გუშინ, კობახიძის თავმჯდომარედ გამწესება, რას ნიშნავს იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძალიან სანდო, ყველაზე სანდო კადრებად აღქმულმა ადამიანებმა დატოვეს ეს გუნდი. გუშინ რა ვნახეთ, ვინმე სხვა ადამიანი რომ მოსულიყო პარტიის თავმჯდომარედ, მაშინ მე ვიტყოდი მაინც რომ ღარიბაშვილი გაუშვეს 1000 ადამიანი მოეყვანათ. მაგრამ ვინაიდან კობახიძე დაინიშნა, აშკარად მოსალოდნელი იყო და ყველაზე ლოგიკური იყო, ესე იგი ეს თელეს როკირება გაკეთდა ღარიბაშვილის გასაშვებად. ანუ ღარიბაშვილია თავარი გმირი გუშინდელი დღესაც. ანუ ამით საბოლოოდ ჩაიხსნა ღარიბაშვილის გუნდი ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ არჩევნები მოდის ადგილობრივი, ისინი სერიოზულად ემზადებიან, ყველა ოლქში მექნებათ გარკვეულწილად თავის ხალხი ეყოლებათ და აი ამ თავის ხალხში არ უნდათ რომ ღარიბაშვილის ხალხი იყოს, ამიტომ ეს იყო შეტყობინება, ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ღარიბაშვილი სადაც აშკარად არ ჩანდა უკვე პოლიტიკაში, შეიძლება არჩევნების შემდეგ წასული იყო, საერთოდ ყოფილიყო ამ რატომ მიზეზები იცით? არა, მიზეზები ერთია რომ ჩემი აზრით, ცოდნა არ მაქვს, მოსაზრება მაქვს, რომ ეს არის კობახიძე კაფეოდა ცალსახად იმყარებს პოზიციებს. ის აშკარად, როგორც კი შიდა დაპირისპირებაში კობახიძე მოუგო ღარიბაშვილს დაამარცხა. დაპირისპირებაც არ იყო. ეს არის კობახიძე დიდი ხანი ელოდება გაფართოებას ძალაუფლებისას, როგორც კი ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, როგორც ეს ემთხვევა კანდიდატობის სტატუსის მიღებას, ივანიშვილის დაბრუნება, ყველაფერი ხდება ერთ კვირაში. მე ხდება ივანიშვილის არჩევა საპატიო თავმჯდომარედ, ღარიბაშვილის წასვლა პრემიერ-მინისტრობიდან და კობახიძის მოსვლა. ანუ აშკარად ჩანს რომ და ისევ და შემდეგ ამ რუსული კანონის უკან დაბრუნება. ხო, აი მთავარი განსხვავება ღარიბაშვილსა და კობახიძეს შორის. ღარიბაშვილი ვერ უმკლავდებოდა იმ გამოწვევებს სახელმწიფოში, რასაც უნდა გაემყარებინა ძალაუფლება ივანიშვილისა. ამიტომ როგორც ჩანს ივანიშვილის კარზე ალბათ კობახიძემ დააჯერა ივანიშვილი რომ ღარიბაშვილი სუსტია, მან დაუთმო აქციის მონაწილეებს, ვინ იყო ახალგაზრდები იყვნენ, წყალზე ხტუნაობდნენ, ცეკვავდნენ, როგორ შეიძლება მათთვის დათმობა და უკან გამოგვეტანა ჩვენ ეს რუსული კანონი. ჩვენ ამით დავმარცხდით და არჩევნები მოდის წინ, საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ რომ დავაფიქსიროთ ჩვენი წარმატება. ამიტომ იყო მაშინვე იქა შემოტანილი რუსული კანონი, არ იყო შორს გადატანილი. მისი თავი ამოცანა იყო რომ დაემტკიცებინა ივანიშვილს, ის ეფექტურად მუშაობს, ეფექტური მენეჯერია, ეფექტურად დაიცავს როგორც მისი ოჯახის, მისი ბიზნესის ინტერესებს საქართველოს ტერიტორიაზე და უმართლებს, ანუ აშკარად ყველა მიმართულებით ჩანს, რომ მან ჩახსნა არა მარტო ღარიბაშვილის გუნდი, მანამდე ჩახსნა ბიძინა ივანიშვილის პირადი მეგობრები, ეს ლილუაშვილი და ეს ხომთელი მომენტები იყო. ეხლა გუშინ წინ მან ახალი გუბერნატორები ჩვენ ნაკლებად გავატარეთ, ეს დამშველობანია ადგილობრივი არჩევნების წინ 5 მხარის გუბერნატორი დანიშნა. ყველა თავის ხალხი, ანუ თავის ხალხი, ვისაც ის ენდობა, ანუ იმდან შეიძლება იმდან არ ენდობა, იმიტომ რომ როგორც წესი გუბერნატორები უსაფრთხოების სუსისხალ კადრებია, როგორც წესი. მაგრამ მან ამით ისევ ყველა საჩვენა ადგილებზე, რომ დღეს ის არის ადგილებზე მთავარი. ანუ ისევ ლილუაშვილის კადრები გაიწია, ხო? ლილუაშვილის ფაქტორს როგორ ახსნით? ერთი საინტერესო დეტალის უთხრათ მაყურებელს, რომ სასანქციო სია, რომელიც მოყვა მეგობარი აქტს, იქ არ არის გრიგოლ ლილუაშვილი. ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ გარკვეული თეორიები შექმნა საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, მონაწილე ამ პროცესისა, ოღონდ მეორე მხრიდან. არა, მეც მივაქცია მას ყურადღება და რაღაც მომიწია ამაზე საუბარი. ლილუაშვილი უცნაურად თავიდანვე იყო მეკავშირე საქართველოს თავრობასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მას მოუწია სერიოზულ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა. იქ რა გამოვიდა, აშკარად ბევრი არაფერი არ გამოვიდა, იმიტომ რომ შედეგებით არ დაბრუნებულ, აშკარად ჩანდა რომ მისი ამოცანა იყო როგორმე დაეჯერებინა ამერიკის მთავრობა, რათა დაეწყოთ ურთიერთობების ძალაგება საქართველოსთან. არანაირად არ გამოვიდა, არც ძველ ადმინისტრაციას და ბაიდენის შემთხვევაში და არც ახალ ადმინისტრაციას და ტრამპის შემთხვევაში. ამ ფონზე თითქოს ლილუაშვილი არ იყო წარმატებული, მაგრამ ის იყო გაგზავნილი, იმიტომ სხვა ძალიან უცნაური იყო, სუსის უფროსი რატომ უნდა წასულიყო, როცა დიპლომატიური სამსახურები გვაქვს, საგანმანათლებლო სამინისტროა, ელჩი ყავს იქ და ორი, ერთი გაეროში, ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში და გამოცდილი დიპლომატები არიან. მე მგონი რომ მაინც
ლილუაშვილმა შეეცადა დაეჯერებინა ამერიკელები, ეჩვენებინა რა სურათია, რა რეალობაა საქართველოში, რას უნდა ველოდეთ, რას უნდა სად არის რთული ადგილები, ვინ არიან ეს რთული პიროვნებები და არა გამორჩული ამას გადაყვა ლილუაშვილი საქართველოში. სამაგერო გადარჩა სანქციებისაგან, იმიტომ რომ აშკარად ჩანს, რომ ხლა ამერიკელებს ხوار დაესიზრებათ ხშირად რომ ქართულ ოცნებამ აბრალებს სამოქალაქო სექტორს, სასაცილოა რომ ამათ ინფორმაცია ჩააქვთო ამერიკაში, ნუ ძალიან სასაცილოა სამოქალაქო სექტორს ენდონ, როცა აფხელა ფიგურა ლილუაშვილი იყო, ჩასული იყო. უფრო სანდოა თქო უნდა. ჩვენ საუბრობთ ძალიან ახლო გარემოცვაზე, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაზე, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი წარსული ურთიერთობებისა, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი. როგორ აჯობა მათ კობახიძემ, მიუხედავად იმ ფაქტორებისა, რასაც ახლა თქვენ აღწერთ, ნდობის ნაწილში ივანიშვილმა როგორ დააყენა მათზე წინ კობახიძე. მე მგონი რომ ნდობის ფაქტ გუნდურობით, ანუ ეფექტურობით, აშკარად ჩანს რომ გუნდი რომელიც ყავს კობახიძეს უფრო ეფექტურად მუშაობენ, უფრო წარმატებულები არიან, მარტივად იმართება უფრო. ხო, ანუ თავად მათ კარგად იციან, კარგად უგებენ ჩემი აზრით ივანიშვილს რა უნდა. ჩემი აზრით კობახიძე უკეთესად იცის რა უნდა ივანიშვილს. ახლობით ეს მომენტია და კარგად ერგება, კარგად არგებს მის მოლოდინებს თუ როგორ შეიძლება ძალაუფლება შენარჩუნოს და მარტო არა. ცოტა მიყვეს როგორ ხდება ეს. არა ხლა ყველა ადამიანს თავის რაღაც ნიჭიერება გააჩნია ამაზე მთელი ლიტერატურა სოფლ მარტო რიჩარდ მესამე რადგენს რომელიც რობერტ სტურუამ დადგას თავის დროზე და გვასწავლა თუ რა არის ეს მექანიზმი თუ შეიძლება ძალაუფლების სწრაფის ტოლვისა. და ივანიშვილს ფული მაინც აქვს და ფულმა ძალაუფლება მოუტანა და კობახიძეს ხო არაფერი არ აქვს. კობახიძემ მხოლოდ სუფთა ძალაუფლების ყურვილით მიაღწია. განსხვავება რა არის ღარიბაშვილს, ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის ამ ნაწილში. ეფექტურობით მათი мотиваციის ნაწილში, ხო მათაც იგივე мотиваცია ჰქონდათ. რაღაცნაირად კეთილ პერსონაჟებად გამოდიათ თითქოს ლილუაშვილი და ღარიბაშვილი და რეალურად რას ვამბობთ, რომ რაღაც დაკვეთა არ შეასრულეს, არ დაემორჩილნენ. ისე ვერ შეასრულეს, ფაქტია რომ ღარიბაშვილმა ჩააგდო ეს რუსული კანონი. არ გამოუვიდა და მოუწია დაეთმო საზოგადოებისათვის. ფაქტია რომ კობახიძემ არ დაუთმო საზოგადოებას, სასტიკად გაუსწორდა კიდევაც. რაც არ უნდა დარბევები იყო ღარიბაშვილს, ამის პატიება არ შეიძლება თავიდან რა შედარება ღარიბაშვილის სისასტიკისა და კობახიძის სისასტიკის შორის. მეთოდები აშკარად კრიმინალურია და ამაშია განსხვავება რომ კობახიძე ყველა ფერზე წამსვლელია და ღარიბაშვილს ყველა წამსვლელი არ აჩანს. და მე ღარიბაშვილს კარგად ვიცი, რომ მოქმედების არეალი როგორ არის შემოსასრული. რაიმე თავისუფლება აქვს კობახიძეს, ანუ დამკვეთი ხო ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში და დაკვეთაც ალბათ ერთი და იგივეა. დაკვეთა არის ძალაუფლება უნდა შეუნარჩუნოს. ხა მაგალითად მთელი რაც ჩვენ უყურებთ საქართველოს პოლიტიკას, ახლა მე ვაკვირდები და თქვენს ამ ჩართული ხართ ან თქვია პროფესიონალები ხართ. საქართველოს პირველად აქ ესეთი ძალიან მძიმე მდგომარეობა. ყოველთვის მოგწოდა თუ არ მოგწოდა ხელისუფლება, ხა ამას მნიშვნელობა რა. გამსახურდია დაწყებული, ყოველთვის პირველი ფიგურა იყო წამყვანი ლოკომოტივი პოლიტიკისა. მომწოდა თუ არ მომწოდა, მოგწოდა. გამსახურდია ძალიან აქტიური იყო, სულ საზოგადოების წინაშე იყო. შევარდნაძე სულ ყოველ ორშაბათს ინტერვიუები ჰქონდა. მაშინ მოუსაბეზრებელი იყო, დღეს უკითხულობ პოლიტიკა ჩანს, რაც უცნაურობთ, რომ აშკარად რაღაცები ტენდენციები. სააკაშვილზე ხო საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს, აქედან იქიდან ხსნიდა ხოლმე ერთი და იგივე საწარმო. ანუ უამრავი აქტიურობები იყო. აი ამ ფონზე უცებ გაჩერდა პირველი პირის აქტიურობა. ჩვენ არ ვიცით, ქვეყანა საითკენ მიდის, ანუ ჩვენ გზნობთ ამას, ჩვენ ამას ხედავთ მოძრაობით, მაგრამ რუსეთში მიდივართ ცალსახად და ევროპიდან მოვდივართ, მაგრამ ამას არ აღჟღერებს პირველი პირი, არავინ არ აღჟღერებს. ანუ ბრმად მივდივართ პოლიტიკაში. ესეთ რაღაც საქართველოში არ ყოფილა არასდროს. და როგორც წესი ისტორია პოლიტიკაში ეს რაღაცები არ მოსულა, რომ პირველი პირი, წამყვანი პირი იმალებოდეს და წინ გამოყავდეს ის ხალხი, ვინც ყველაზე შეიძლება პოლიტიკაში არ იყოს საერთოდ. უცებ გაქრენ, უცებ აორთქლდნენ. არა, აი კობახიძე თუ კობახიძეს ვლაპარაკობთ. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა საქართველოს მომავლისთვის. და ჯერ ესეთი კოტას ივანიშვილი ახალგაზრდა არ არის. და სურათებში გამოჩნდა გუშინ რომ აშკარად ანუ მეც მაგწლები და მეც მეთყობა და ყველა არ მას განწყობაც ეთყობოდა ბატონო. ხო, კი ბატონო. განწყობა ხა მაინც ფსიქოლოგების საქმე არის და აშკარად წლები დაეთყო უკვე მას. ანუ ეხლა მით უმეტეს ქართული ოცნება არ არის ისეთ პერიოდში რომ მისი სიტყვით მიმართვა არ იყოს მნიშვნელოვანი. გუშინ მას უნდა ეთქვა რა. ეს სცენარში უნდა ყოფილიყო. ეს რომ არ მოხდა ეს უკვე რაღაც სიგნალია. უნებრივი ამაზე საუბარი იქნებოდა, უნდა ეთქვა თუ არ უნდა ეთქვა და მე მგონი რომ
მან თქვა უარი, ну არა საჭირო ეხლა ჩემი გამოსვლა, ალბათ ესეთ რაღაცა იქნებოდა, როგორც მე წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინი არც პუტინი არ არის ახალგაზრდა, ისიც წამსვლელია. ივანიშვილი ახალგაზრდა არა, აგერ და ტრამპი და ბაიდენ შორის ვერ გაარკვიეს ვინ უფრო ბებერია და ვინ უფრო წამსვლელია. ანუ ის რაც ერდოღანი ჩვენ მოკავე თურქეთში, ანუ ამ ფონზე როცა ძველი თაობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობა მართავს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება, მათ შორის ჩვენი მმართველის და უცებ რამე რო შეტრიალდეს და თელ ყველგან მოვიდეს ახალი თაობა, ჩვენ პოლიტიკოს სპექტრი არ აქვს. ლიდერიზაცია მოხდა, ხო? წამყვანი ფიგურა არის აბსოლუტურად არაპოლიტიკური, ანუ არააქტიური. საზოგადოებისთვის მას არ მიაჩნია, საზოგადოება იმდენად უმნიშვნელოდ მიაჩნია, რომ არც კითხვი საჭირო თუ გუშინ გამოსულიყო და თუ ორი მისალმება მაინც ეთქვა. მადლობა ეთქვა თავისი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, გაიხსენეთ შოვის ტრაგედია, ხო ხმა რა მოუღია თავის რა? ამ ხელა ამაზე დიდი ტრაგედია ბოლოს ქართულს მომენტებში მისი გაქრობა ეს ანუ იმდენად მისთვის უინტერესოა საზოგადოებასთან მუშაობა, რომ ეს ძალიან დამაფიქრებელი და შემოქმედებელია. ჩნდება, როცა მის მილიარდებს ემუქრება საფრთხეის აქტიურობს ასეთ მომენტებში, როცა პირად დისკომფორტს გრძნობს. ამიტომ ეს უნდა იცოდეს ამორჩეველმა, როცა იქნება შემდეგი არჩევნების ადგილობრივი იქნება ვიღაცისთვის შეიძლება ღმერთმაქრას იყოს ახალი არჩევნები, როცა მისი ამორჩეველი მე ვლაპარაკობს ხოლმე ქართულოცნების ამორჩეველი მიდის არჩევნებზე და ფიქრობს ხმამისის ქართულოცნებას, მან უნდა იცოდეს საითკენ მიყავს სახელმწიფო, როცა ის ლეგიტიმაციას აძლევს მაგალითად ქართულოცნებას. ახერხებს ივანიშვილი დამალვას, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ვერსია, რომ შესაძლოა მას ეს რაღაცა კონფიგურაციები სჭირდება იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ყველაზე დიდი დარტყმისგან, რაც შეიძლება სანქციებით იყოს გამოწვეული, მაინც თავი აარიდოს. გამოვა ეს გადათამაშება? გამორჩეული არ ჯერ ერთი სანქციების დაწესება არ არის ასე რთული თუ მოინდომებენ ის სახელმწიფოები და ის ძალები, ვისაც მეტად უნდა დაასაქცირონ ივანიშვილი. ახლა ჩვენ ვნახეთ მეგობარი აქტის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ძალიან და ამავე დროს სია ვნახეთ, ხო? იქ ივანიშვილი არ არის. თუმცა ამერიკამ რომ ეს ჩვეულებრივი ტიპიური მოვლენა, როცა პირველი პირის გარშემო ანგრევენ ღობეებს, რათა ის მიხვდეს, რომ მას პირდაპირ არ უტყავენ, ხო? როცა ფრონტზე ხარ და შენ გარშემო ადამიანებს კლავენ და შენ ტყვი არ ხვდება, ესე იგი რაღაცაშია საქმე. ხო, ანუ აშკარად მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს ერთი, რომ ესე იგი ეს მასაც მოხდება ეს ტყვია თუ საჭირო იქნება, ანუ სანქციები, მაგრამ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა ეს თავის ხალხი დაიცვას და ის საქმე დაიცვას, რის გამოც ის თუ გინდა არის საპატიო თავმჯდომარე, წამყვანი მართველი პოლიტიკური ძალისა საქართველოში. და ეს ერთი და მეორე გარემოცვა. ვინ დარტყმას ღებულობს პრინციპში არაფრის გამო, ანუ ივანიშვილის გამო ღებულობს დარტყმას. იქნებ ამ ხალხში გაუჩინონ ამ სანქციის დამწესებლება რაღაც გას და მე მას შეჭვემპარება. მე მაინც გონია, რომ მათი თავარი ამოცანა არის დღეს როგორმე მივიდნენ ადგილობრივ არჩევნებამდე, იქ მიითვისო ძალაუფლება ხელახლა და შემდეგ უკვე დაიწყონ რაღაცა კოჭების გაგორება იგივე დასავლეთისთვის, ამერიკისათვის. შეიძლება მე ისაუბრო, შეიძლება არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ გამოუშვან პატიმრები მანამდე ეჭვემპარება სამწუხაროდ რომ ეს მოხდეს. არ გამოურცხა რომ სააკაშვილის მაგალითად არალეგიტიმურმა სიტყვაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა შეიძლება ქვია გამოუშვას სააკაშვილი, ხო? არალეგიტიმურად. ძალიან ფანტასტიკი სფერო არჩევნების არა, ეს ერთი მეორე ვარიანტი გაამკაცრონ ურთიერთობა, კიდე გაასასტიკონ ურთიერთობა. ორი ვარიანტია. ან შეარბილონ დაიწყონ ლეგიტიმაციის მოპოვება, თუ მოიპოვეს ხო საკითხია, ანუ მოხსნან ეს სანქციები და შემდეგ, ან გაამკაცრონ. და რო გამკაცებას რესურსები ჭირდება, პოლიციური რეჟიმი ჭირდება. ნახეთ, რობოკოპების კი არ ყავდა საკმარისი, რუსთავის პროსპექტს აქედან დაარბევდნენ და ქვია აქციის მონაწილეები მეორე მხარიდან მოდიოდნენ. მეგონი მართლა არასრულყლოვნები ჩააყენეს უკვე პოლიციის რიგებში. აშკარად მათ რესურსები არ ყოფილით, რათა მთელი საქართველოს და ბატონო პაატა მით უმეტეს თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ პერიოდში ცოტა ხანგრძლივი პერიოდია, წარმოუდგენლად მეჩვენება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ წესით უკვე ქმედითი ნაბიჯები, სანქციები უნდა დაგვეწიოს. ასე თვალ არ არის, ჯერჯერობით მეგობარ აქტს ძალიან თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ერთი, მაგრამ ის ძალაში არ შევა უკეთეს შემთხვევაში ერთ თვემდე.
ერთვემდე ვიდრე პრეზიდენტი არ მოწევს ხელს. მე არ მჯერა რომ პრეზიდენტმა შეიძლება იფიქროს, როცა ამხელა სერიოზული ხმები მიიღო, როგორ გაყოფილიყო ნახევარს და 2-3 ხმით მეტი აეღო, კიდე შეიძლება დაფიქრებულიყო, მაგრამ ისეთი დამაჯერებელი რაოდენობა მიიღო რესპუბლიკელების დახმარებით პირველ რიგში. ამ აქტმა რომ შეუძლებელია არ მოაწევს ხელი, მაგრამ ამას დრო უნდა, ანუ სჭირდება სულ ცოტა ერთი თვე თუ მეტი არა. ამასობაში ჩვენ ერთი თვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ისა რა ქვია, გაივლის მაისი. მოდის ივნისი, არჩევნებს როდესაც დანიშნავს ივლისში აგვისტოში ჩვენ არჩევნები არ ინიშნება. ხო, შემოდგომაზე. სექტემბერი, ოქტომბერი, 4 ოქტომბერს უწევს ადგილობრივი არჩევნები. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება საპარლამენტო არჩევნები თუ წავიდა ამაზე ქართული ოცნება დანიშნოს ადგილობრივი არჩევნების დღეს. ამასობაში თუ ოპოზიციამ უკვე დაამუშავა მანქანა მატარებელი ბოიკოტისა, ამით დაიბნევა ამორჩეველი დაიბნევა, იმიტომ რომ სად არის ბოიკოტი და სად არის სალდო მივიდი არჩევნებზე. სულ ცოტა იქნება, რამოდენ ბიულეტენი იქნება, ადგილობრივი არჩევნებიც იქნება, 2 ბიულეტენი იქნება და საპარლამენტოს 1 ბიულეტენი, 3 ბიულეტენი სხვადასხვა, ანუ უამრავი რაღაცებთან შეიძლება ამ არეულობაზე, ამ დაბნეულობაზე აქვს გათვლა ქართულ ოცნებას. ბევრი რაღაც ოპოზიცია ჯერ ჩუმათა ხმას არიღებს, მიდიან, ვიღაცა მიდის, ვიღაცა არ, ამიტომ დრო მიდის, დრო ჩართულია და მეგობარი აქტი რომ დაიწყება, მერეო 90 დღიანი ვადა აქვს, რათა ჩამოაყალიბოს პოლიტიკა, თავრო ამერიკის პრეზიდენტმა დაავალოს თავრობას, რათა ჩამოაყალიბოს. ამასობაში კი გავიდა შინარჩევნები. ასე რომ ქართული ოცნება თვლის, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მივიდეს, მიითვისოს ძალაუფლება და მერე დაიწყოს, ჩემი აზრია, მე არაფერი ინფორმაცია, მერე დაიწყოს უკვე სიტუაციის გამოსწორება, ან გაუარესება და გამკაცრება, ამის რესურსები ცოტა აქვს და კიდე მეტად გაამწარებს ხალხს და ხალხი კიდეც შემოგდა, ან პირიქით უცებ გადმოყრის ამ პარტყებს, დათმობს რაღაცებზე წავა, რათა სოფლოს უთხოს. უკაცრავად დიდი ბოდიში არჩევნები ჩავატარებ, ვიღაცა ბოიკოტი გამოაცხადა. მე რა შუაში ვარ? რითავ აზერბაიჯანზე უარესი, ან უზბეკეთზე უარესი, ან ყირგიზეთზე უარესი. არ მინდა თქვენი ევროკავშირი დამანები თავი. მინდა ვიყო ნორმალური, ავტორიტარული, ზომიერი, ქვია, პოსტსაბჭოთა სახელმწიფო. და ახლა თქმამდე რაღა აკლია ისე ქართულ. არჩევნები, ანუ ამის თქმამდე აკლია, გააჩქირა ჭხილში ადგილობრივი არჩევნების გადასატარებელია. მათ შეიძლება სულს არ უხარეთ ადგილობრივი არჩევნები, ფული უნდა დახარჯონ, ისევ მოიტყუონ, ისევ სადღაც ვიღაც იღები, გაყალბების სქემები მოამზადონ, აუტკივარ თავი აიტკიონ. ბატონ, თუ კი რამე უნდა დაითმოს ახლა ამ შემთხვევაში სასანქციო სიაშია ცესკოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე და თუ კი რამეზე, ანუ როგორ შეიძლება ვინმე იფიქროს, რომ ასეთი პერსონებით ჩატარებული არჩევნები ეს ნორმაა? არა, არ ვიცი, მე რომ დედამიწის ზოგზე 80% სახელმწიფოებში ასტარდება არჩევნები. და კიდევ უარესა და მთელი აფრიკა, აზია. ანუ ეს ჩვენ გვინდა მოვხვდეთ 20%-იან დედამიწის ზურგზე. დემოკრატია, ხო და ამათ არ უნდათ ეს დემოკრატია. ეს ჩვენ გვინდა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვინდომოთ. ერთადერთი დამარხველი ქართულ ოცნებისა არის არა ტრამპი, არა ევროკავშირი, ეს არის ქართველი ხალხი. რომელიც ურყევად დგას ამიტომ საჭირო ამის გაგრძელება, აქციების გაგრძელება და ამ მიმართულებით საჭიროა ძალების გაძლიერება. ამ აქციების გაგრძელება მიიღო ზუსტად ის შედეგი, რაც არის ეს მეგობარი აქტი არ იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა, რომ არა ეს აქციები. სპეციალისტებმა განგვიმარტეს მე და ელისოს კონსულტაცია გავიარეთ, რომ ამ აქტის ამოქმედების გარეშეც უკვე იქ სახელი და გვარი რომ არის კონკრეტული პირის ის ასე ვთქვათ კეთროვანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მასთან თანამშრომლობა არავის არ სურს. მასზე უკვე ყველა იცის რომ რისკის გაწევა ამ ადამიანთან ურთიერთობაში არ არის. ეს უკვე თანაც გაიარა უკვე სერიოზული დემოკრატიული ინსტიტუტი, როგორც არის წარმომადგენლობითი პალატა, უკვე ვინც წაიკითხავს ბიზნესმენი, რომელიც საქართველოზე ფიქრობს, რომ საქართველოს ჩადოს ფული. უკვე მისთვის ეს არის თითქმის პრაქტიკული შეტყობინება, რომ საქართველოში ფული არ ჩადო. ინვესტიციები სახიფათოა, იმიტომ რომ უკვე ამ აქტმა ისე რომ ჯერ მიღებული არა, მუშაობა დაიწყო თქვა. ამიტომ მას თავის სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ჯერ მიღებული არა, მაგრამ უკვე მუშაობს. ამას გრძნობენ უკვე წნეხს. აი მაგალითად მანქანით რომ მიდიხარ გზაზე და მატარებლის გარდასასვლელი რომ და მატარებელი რომ მოძრაობს და გჩერდები სხვა გზა არ გაქვს და ვიდრე ეს მატარებელი არ ჩაივლის, მდგახარ. შენ დგახარ და მეორე ხარ დგა და რო ჩაივლის მატარებელი, მე მოძრობა ქვია განახდება. აი მატარებელს ქვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აწერია და მოძრაობს. ვიდრე ეს არ ჩაივლის,
ან ჩვენ უნდა მატერებელზე შევჯდეთ და დავჯდეთ და ჩვენ თვითონ მივიღოთ მოწო მართოთ ეს მატერებელი, ან გავატაროთ. მაგრამ ვიდრე არ გატარდება, მანამდე ესენი ამაზე ზრუნავენ. ანუ ესაა მათი მთავარი ამოცანა. არ უხარიათ, მაგრამ ეს გადასაგორებელია. მათ უკვე ძალაუფლება მიითვისეს. საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კონსტიტუციამ გაუჭირდა და კონსტიტუცია ავალდებულებს 20 წლის შემდეგ ეხლა მოუწევთ ადგილობრივი არჩევნები. ნამდვილად არ არის საზეიმო მათთვის ეს, იმიტომ რომ ბევრი შრომა და ხო, ამიტომ უნდა გააკეთონ ეს. ბერთა დავითულიანს ვეკითხებოდი ტრამპის მხარდაჭერას როდის მიიღებთ თქო და საპასუხოდ მითხრა რომ საუკუნეებია კაცო საქართველოს ამიტომ ეხლა ილაპარაკებენ ყველა სისულელეს, ყველა იდიოტობას, ყველაფერს პირში მოუვა, იმიტომ რომ მათ ამ საუბრებით იგივე LGBT ტყუილად არ წამოწდა, იმიტომ რომ თავის ამომრჩეველს უთხრას არგუმენტი. ჩვენც ხო ყავს მეგობრები, არ ვიცი, ნაცსავები, სოფლებში ჩავდივარ და როგორც ის რეგიონებში სამწუხაროდ მათ დიდი გავლენა აქვთ ქალაქებში და იქ ისინი გელაპარაკებენ ტელევიზორის ენით. აი ამ ხალხის ენით გელაპარაკებიან. არა ის რომ არადა უმრავლესობა სიღარიბის გამო აძლევს ხმას. უმრავლესობა იგივე თავის პირადობის მოწობას რო უთმობს, რატო უთმობს? იმიტომ რომ მოიცილოს თავიდან პრობლემა. კარგად იცის რომ მის პირადობის მოწობა სადღაც რაღაც სულ საქმეში გამოიყენებენ. მას არ ენდობიან, ამიტომ მის პირადობა უნდა ესეთი უამრავი ფაქტია. სამაგოდ პენსია, რაღაცა ექნება, რაღაცა შემწეობა, შვილი ციხეში ყავს და ამ შეიძლება შანსები გაუშვდეს, რკია, დოზე გამოყვანის, ნარკომანი ყავს შვილი და ციხეში არ გაუშვებენ და რაღაცნაირად თვალს დახუჭავენ რაღაცებზე. უამრავი რაღაცებითა სიღარიბე არის ქართული ოცნების მოკავშირე. აი ოპოზიციამ თუ რამეზე უნდა ნამდვილად მუდმივად იმუშაოს, როგორ გაანადგურებს სიღარიბეს, როცა მოუწევს ხელისუფლებაში. სიხარიბით მართავს დღეს ქართული ოცნება საქართველოს. ამიტომ LGBT პროპაგანდა, ესეთი რაღაცები მათ ჭირდება რაცა გამოკვებონ თავით ამორჩევენ რომ გითხრათ, კაცო დამანები რა თავი რა, შვილი მყავს ციხეში და უნდა გამოიყვანო. ამას არ გეუბნება, გეუბნება აბა LGBT გინდა, აბა LGBT-ს პარადები გინდა. ამით ტელევიზიები და ასეთი გამოსვლებით ისინი შეტყობინებას აძლევენ თავის ამორჩეველს როგორ მოიცილონ თავიდან აბეზარი მეზობლები და რაცავები. ნაწილია გამოკითხვის რამდენიმე ადამიანი ლობირებსო იქ რომ მოკლედ 80%-იანი მხარდაჭერით კონგრესმა მეგობარი აქტი მიიღო ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა ამის რა ვიცი საერთოდ რა რესურსები მათ ხელშია დიპლომატიური სამსახური მათ ხელშია და ვერ დაარწმუნეს ესე იგი კონკრეტში ვერავინ და რამდენიმე ადამიანმა შეძლო ნაციონალური მოძრაობიდან და მედიიდან იქ სამართლიანობაზე განცხადება რომ მათ არავითარი რესურსები არ გააჩნიათ კონდეთ ნორმალური კანონიერი ამერიკაში კანონია ლობიზმზე და შეიძლება კანონის ფარგლებში განახორციელო ლობისტური საქმიანობა ის რომ 80% ხმამისა ამ აქტს ეს იმას რომ ქართულსება საერთოდ არ უბუშავია არნაირ დონეზე არც ლილუაშვილის დონეზე არც საერთოდ დონეზე ხო იმიტომ რომ ეძებდნენ გზებს ხო ლევან დავითაშვილიც იყო წასული მაგრამ რა ჩამოიტანა ამიტომ აშკარად ჩანს რომ მათ ჩაუვარდათ ეს და ეს 80% ძალიან ყვირის რო ყოფილიყო 60-40-ზე კიდე დაინახავდი რაღაც მათ შრომას აქ და საერთოდ არ ჩანს მათი შრომა აშკარად ჩანს რომ არ არიან დამაჯერებლები და ტყუილად ყრია ჰაერზე ან სახელმწიფოს ფულს ლობისტებში ან ბიძინებანიშვილის ფულს რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამდენჯერმე ახსენეთ მე და გურამი ხშირად ხალხს გამოკითხვას ვატარებთ ხოლმე რუსთაველზეც საპროტესტო საზოგადოებას ხვდებით და იქ ცალსახაა პოზიცია რომ ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ბოიკოტი უნდა იყოს ერთიანი ხედავთ ოპოზიციის განწყობებსაც ხომ ნაწილმა ღიად თქვა ნაწილი მეტნაკლებად აყალიბებს აზრს ან ელოდება ჯერჯერობით ამ რეჟიმის პირობებში, ამ სუსით, ამ ცესკოთი, როგორ წარმოგიდგენიათ? აი, ეს დილემა როგორ უნდა გადაიჭრას? არა, ეს დილემა საქართველოს არსებობს ყოველთვის. დაწყებული გამსახურდი ჯერ საფრთხეში მოყოლებული იყო საუბარი იმაზე, ღებულობთ თუ არ ღებულობთ მონაწილეობას კომუნისტურ არჩევნებში. ეს კომუნისტებმა ოკუპანტები არიან, თავს მოგვახვიეს თავის ოკუპაციით დაიპყრეს საქართველო, არჩევნები არ ჩაუტარებიათ ისე დაიპყრეს, გაყარეს კანონიერი კანონის მთავრობა, იქიდან მოყოლებული მოდის და ქვია უკანონობა. საკმაოდ გიაჭანტურია მაგალითად, ბევრი კონგრესი შეიქმნა სპეციალური მოძრაობა იყო პოლიტიკური ვიღას ახსოვს. ანუ პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. გამსახურდა თქვა არ უნდა შევიდეთ
არჩევნებში და იქ დავამარცხოთ. ეს ანუ აქედან მოყოლებული სულ არსებობს განცდა, რა თქმა უნდა, რაც ხდება, ეს ყველაზე უფრო ამაზე ძენია და ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა გაყალბების მიმართ მიუღებლობისა არალეგიტიმურობა რა ყოფილა, მაგრამ თითქმის ყოველ საქართველოში არსებობდა განცდა, ღებულობ თუ არ ღებულობ მონაწილეობას არალეგიტიმურ არჩევნებში, იმიტომ რომ ბევრისთვის მიუღებელი იყო ხელისუფალი, ვინც იმ დროისთვის მართავდა. ამიტომ ეს არ არის დღეს საქართველოს პრობლემა. საქართველოს პრობლემა ჩვენ ევროპას ვკარგავთ. ის რომ ხელისუფლება ვიღაცის თვალში და ბევრ თვალში, ჩემ თვალში არის არალეგიტიმური, ეს ჩემთვის ბუნებრივია. თვითმმართველობის არჩევნებით როგორ ვიბრუნებთ შანსს? არა, ხო, შანსს თვითმმართველობის არჩევნებში ისიც კი არ ვიცი ჩვენ, აი რომ გკითხოთ თქვენ, ან თუ გინდა ეთერში აუცილებელი არა გააშავოთ ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ თქვენ რო ცალკე გკითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა ცვლილებები შეიტანა ქართულმა ოცნებამ და როდის ბოლოს აპრილში შეიტანეს ახლა ცვლილებები ადგილობრივი არჩევნების მისათვისებლად, ვერც ერთი ვერ გეტყვით. გაუარესეს საგრძნობლად და მეგონი იციან და ამბობენ რომ რატომ მივიღოთ მონაწილეობა რომ კიდევ გავუყალბოს და წაგვართოს. სამი წელი არჩევნები არ იქნება. ჩვენ უნდა ერთმანეთს გამოვყოთ რეალური პოლიტიკა და დე-ფაქტო და დე-იურე პოლიტიკა. დე-ფაქტო პოლიტიკა და დე-იურე პოლიტიკა. ანუ ჩვენ საქართველოს ყოველთვის და პოსტსაბჭოს სივრცეში როგორც წესი ვართ რეალურ პოლიტიკაში და არა დე-იურე პოლიტიკაში. ანუ არაკანონიერ პოლიტიკაში. ძალიან ხშირად შევრადის არჩევნები ლეგიტიმური იყო ხოლმე 99 წელს კატასტროფულად გააყალბეს. ხმებს კი არ ამატებდნენ შევრადის დროს. ხმებს აკლებდნენ. იმდენი ხმა შედიოდა რომ და ეს ბალანს ვერ სვავდნენ. 100%-ის ნაწილი 100% ზედმეტ ბიულეტენებსაც კი იყრიდნენ, იმაში ექვია ურნებში შევრადის. საფრთხეად აღნიშნეთ რომ ლეგიტიმაციის ძალიან სერიოზული კრიზისი აქვს. ამიტომ შენ თუ არ შეხვედი არჩევნებში ოპოზიცია, ჯერ კარგი 3 წელი ინადგურდები ოპოზიცია. თუ ხალხი არ გიყოლება ადგილებზე. პირადად ჩემთვის როგორც ადამიანს რომელსაც დემოკრატია ჩვენს ძალიან დიდი ღირებულება, ადგილობრივი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საპარლამენტო. საპარლამენტო არის პოლიტიკა, სოფლიო პოლიტიკა, გეოპოლიტიკა და ადგილობრივი არის ადამიანის დემოკრატია. ანუ შენ გძნობ, მაგრამ რა პირობებში ბატონო პატარიელისო რა კითხვაც დასვა, უამრავი იგივე შეკითხვა ისმის, ახლა ჩვენ live რეჟიმში ვართ და Facebook-ზე გვწერს, რომ მაგალითად აი ერთ-ერთი ასეთი კომენტარია ჩვენი მაყურებელი გვწერს, რომელ არჩევნებზე ლაპარაკობთ, კოდს რეჟიმი უნდა გადადგეს, ამათ ჩატარებულ არჩევნებზე ოპოზიცია მონაწილეობს. გადადგეს, ვინა წინააღმდეგი. ხო, ანუ ამ რეჟიმში, აი ამ სტრუქტურით, ამ ცესკოთი, ამ წესებით და ამ ცვლილებებით ბოლო პერიოდში ვინაიდან არჩევნები გარდაუვალი და მაინც მოდის და ჩაივლის ეს მატარებელი, ვიდრე მოდის, უნდა მივიღოთ მონაწილეობა თუ გამოცდილების გამო. ჩვენ რომ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა საპარლამენტო, არჩევნებში მონაწილეობა არ არის ლეგიტიმაცია ხალხო. თუ არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმაცია გაყალბდა პარლამენტში არ შევედით ამის გამო არალეგიტიმური. არჩევნები, აი თქვენ აი ამ ეთერში ვიყავით, სწორედ 20 წლის არჩევნებს მეორე დღეს თუ იმავე ღამეს და თარგამადის ეთერში ვიყავი. როცა ვამბობდი რომ მაშ უკვე აღარ შედიოდნენ, მაგრამ და მე ვამბობდი ეთერში რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში და ასე შემდეგ, რომ ბრძოლა უნდა განაგრძონ. ანუ მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ბრძოლა სურათი იყო ბატონო. ჩვენ არ ვიცოდით მაშინ საერთაშორისო დასკვნები სადამკვირვებლო მისიის დასკვნები სულ სხვა იყო. 20-ში ჩვენ ხარ ვიცოდით რა მოხდებოდა 24-ში. ანუ ჩვენში 20-ში ჩვენ გვქონდა ისეთივე განცდა, რომ ეს არის უკანონობა. ვიდრე შარმიშელი არ ჩამოვიდა თბილისში და არ მოახდინა შერიგება, მანამდე არავინ არ აპირებოდა. მე გადაგვაგდეს ქართულ ოცნებამ და ისე შარმიშელის გადააგდეს, ხო? ამიტომ მithkomida მე რომ ჩვენ თუ შანსი გავუშვით ბრძოლისა, ვერავინ ვერ გაგვიგებს. კი ბატონო, მე ერთი ადამიანი ვარ, მეთქი არა. მაინც ჩაივლის ისე, მე რატო მე მეკამათები მიხარია. კი, ანუ მიხარია, იმიტომ რომ მეც მინდა ასე დადრეთო გვიან მე გავჩუმდები, იმიტომ რომ ხვდები რომ აზრი აღარ აქვს ლაპარაკს. ამაზე უნდა კამათობდნენ ისე აქ სტუდიაში ოპოზიციონერები ახლა თქვენთან ერთად. უამრავი ფაქტებია, უნდა იყოს საუბარი, ქვია, ერთიან კანდიდატებზე მერებში. შანსები არსებობს. პოზიციის დაზუსტება მინდა ბატონო პაატა, რატომ არ არის ეს ლეგიტიმაციის აღიარება თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას იგივე ცესკოთი, იგივე წესებით და ასე შემდეგ, მაშინ როცა პარლამენტში არ შევიდა იგივე ოპოზიციური პარტია იმ არგუმენტით, რომ არჩევნები გაყალბდა, არ აღიარა შედეგები, ცესკოს მდობლობა გამოუცხადა, აი ამის მერე არჩევნებში მონაწილეობა როგორ გესახება. მე კი ვამბობ, რომ პოლიტიკა არის რეალობა, დღეს დაკეთდება. ჩემთვის ის არჩევნებიც კი იყო საერთო, მაგრამ კარგია რომ მიიღეს მონაწილეობა. მე პოლიტიკოსი აღარ ვარ და ვერ მონაწილეობ, მაგრამ მე პოლიტიკოსი ვიყო და პარტია წამოადგენდა, რომელიც მონაწილეობს და აპირებს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, სხვა ვილაპარაკებოდი.
თქვენი ამორჩეველი გეტყოდათ რომ მიუღებელია ეს? არა, ჩემი ამორჩეველი დავაჯერებდი, ჩემი ამორჩეველი იმიტომ ყავს, ჩემი ამორჩეველი პარტიას, ჩემზე არა ლაპარაკი, რომ ის მემენდობა. აი ჩვენ ნახავთ, ჩვენ ხوارი უამრავი პარტიებია და მათი ამორჩევლები მეორეს ლანძღავენ. არა, მაგრამ ეს პარტიები თავის ამორჩეველზე მუშაობენ. თქვენ თუ უთხარით თქვენს ამორჩეველს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა, თქვენ არასწორი მონაცემები დაგიწერეს და გადაწერეს ყველაფერი. ეხლა მოვიდა ახალი მოვიდა მორიგი არჩევნები. ჩვენ ეს არ უნდა გავატარო, ჩვენ აქ მაინც უნდა გავითვალისწინოთ ქართულოცნების შეცდომები. ქართულმა ოცნებამ გადაგვაგდო ჩვენ პროპორციულ სისტემაზე 20 წელს ჩატარებინა. გადმოიტან 24-ში რატომ? იმიტომ რომ წააგებდა იცოდა კარგად დათვალა და მიხვდა რომ 20 წელში ჩატარებინა პროპორციული არჩევნები წააგებდა. ამიტომ რა ქნა? გადაგვაგდო, გადმოიტანა 24-ზე და 4 წელი ემზადებოდა გაყალბებისათვის. 4 წელი. ეხლა გააყალბა მან არჩევნები, არალეგიტიმურია და 1 წელია, მხოლოდ 1 წელი აქვს, რათა გააყალბოს შემდეგი არჩევნები, ადვილი არჩევნები. ძალიან ცოტა დრო აქვს, რამე ნოუ-ჰაუ შემოიტანოს, რაღაც სიახლე შემოიტანოს. ჩვენ ზუსტად ვიცით უკვე, სად აქვს მათ ჩავარდნები. ასე ვიძახდით 2024 წელს. მაშინ დავიხუროთ გაჟონა ფურცელმა და ყველაფერს გვიან. ხო, კი ბატონო, ფურცელმა ანუ ბრძოლას ყოველს აზრი აქვს. ფურცელმა გაჟონა იმას ნიშნავს, რომ ეხლა აღარ უნდა გაჟონოს. უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა, უნდა მოვიპოვოთ უფრო უკეთესი ხარისხის ქაღალდი, უკეთესი ხარისხის ფლომასტერი. მაგრამ იმავე კანონებით დაკვირვების მაშინ ამაში აღარ აფრიკა. ასე ცხოვრობენ აფრიკაში. ჩვენ ვართ ევროკავშირის საზღვარზე. კარიბი ქრონოლოგია რომ დავალაგოთ, შემოდგომამდე ვერ მოვასწრებთ. ხალხის ჩართულობა თუ იქნება აქტიური, მოვითხოვოთ ცესკოს შეცვლა. მოვითხოვოთ, რატო არ ვითხოვოთ? მოვითხოვოთ, ვინ ამბობს, ვინა წინამდეგი. მოვითხოვოთ შემდეგი ელემენტარულად მოვითხოვოთ. სისტემის ცვლილება მოვითხოვოთ. საარჩევნო ადმინისტრაციის და სისტემის. დამამძიმებელია და მართლა ძალიან უხაშოდ თავს როცა ახალგაზრდა ბიჭები ციხეში არიან. მოვითხოვოთ, რომ გამოუშვით, ჩაატარეთ საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ უნდა გეგმავს ჯეჯურობით და გამოუშვით პატიმრები. რატო არ შეიძლება პატიმრების გამოშვება მივაბად ადგილობრივ არჩევნებს? შეხო გინდათ ხელისუფლება ყალბად, მას არ უნდა, მას უნდა დაეკრძალა ნაციონალური მოძრაობა და მას უნდა საერთოდ მიდის იმაზე, რომ ხო, ანუ შეხო ამბობ რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში ადგილობრივში, ხო? მოდივარ არჩევნებში, განთავისუფლება პატიმრები. არ განთავისუფლებ არ მოდივარ. პატიმრების ოჯახები მათ თქვეს რომ არა ხა მე ამით ვაჭრობა წყალებში არ შეიძლება და თვითონ თქვეს რომ არ უნდა რომ ოპოზიცია შევიდეს არგუმენტით რომ დღეს თუ ამ სინდისის პატიმრებს გაათავისუფლებენ ხვალ ახალი გაჩნდა. ხო, ახალი კი ბატონო, შეიძლება გაჩნდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ყოველთვის შეიძლება ხვალ რაღაცა მოხდეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მათი შეცდომები, ჩვენი შეცდომები, რამდენი კომისიის წევრი გაიყიდა, რამდენი კომისიის წევრი აღმოჩნდა მათი ადამიანი. ნუ თუ არ შეიძლება ამდენ ხანში ახალი ხალხი ვიპოვო და დავაყენოთ. 64 ოლქია. სადაც არჩევნები ჩატარდება. ყველგან შეიძლება ვერცად ვერ გავიმარჯვოთ. მაგრამ 5-6 ოლქში შანსები გამარჯვების არის. თბილისის მოგება შეიძლება. საჭიროა იპოვონ ვინმე ზეპარტიული კანდიდატი. თუ ამხელა სახელმწიფოში ერთი კანდიდატი ოპოზიციამ ხო ისედაც მოიგო. მე ხელ მერზია ლაპარაკი. ეხლა ძალიან გადანაწილებია. არა, გასაგები არა, იმიტომ რომ კი ბატონო, მე ამას საქმე ლაპარაკო. მაგრამ უამრავი არგუმენტებია, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და ერთადერთი არგუმენტია, რომ არალეგიტიმურია და დიდი ბოდიში რა. არალეგიტიმური არჩევნები ტარდებოდა ყოველთვის. ჩვენ რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში, უკვე არალეგიტიმური იყო. იმიტომ რომ კანონის შეცვალა თავზე დაგახვიეს უამრავ რაღაცეები იყო. არა არჩევნებში მონაწილეობა თავისავად არ ითვლება არალეგიტიმურად. არალეგიტიმურად ითვლება არჩევნების შედეგები. შედეგები ბატონო პატა არ ქონია არასდროს სანქცირდებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ევროკავშირი, ამერიკა, შეზღუდვებს ანონსებს. ძალიან ბედნიერი იყო. ყოველ დღე და აი ამ ვითარებაში ხო 2020 წლის არჩევნებთან შედარებაზე. ხო, მე უარს არ ვამბობ ეთერში მოსვლაზე არასდროს, არა? გავატაროთ ეს არჩევნები, არ მივიღოთ მონაწილეობა, გამოუცხადოთ ბოიკოტი და მე ვნახოთ სად იქნება სანქციები. სად იქნება აღიარება, არ აღიარება და ასე შემდეგ. ესენი აფრიკაში წავედით. ის აფრიკაში წავედით. ესენი რას გაკეთებენ? ესენი იწყვიან, ჩემი აზრით. იწყვიან რომ მე ჩავატარე პატიოსანი არჩევნები, აბა დამენტკიცეთ, იმიტომ რომ რაკი არავინ არ მიიღებს მონაწილეობას, გაყალბება აღარ დაჭერდებათ. შეხრიან თავის სატელიტ პარტიებს, ხალხის ზალა, ევროპელი სოციალისტები, უამრავი პარტიებია, ხო? ალტინფოს და რეგისტრაცია გააკეთეს. შექმნიან ილუზიას მრავალპარტიობისას და საქართველოს როგორც ტერიტორია, როგორც აფრიკა ევროპა სჭირდება. გაზი გადის აქ, ნავთობი გადის. როგორ შენ შტაინმაიერი იყო ჩამოსული, ეხლა ერევანში და ბაქოში.
თბილისში არ ჩამოვიდა. ეს არის არაღიარების მუშაობა, ხო? როგორ? კი მეორეჯერ ჩამოვიდა. დუდა იყო ჩამოსული პოლონის პრეზიდენტი იმაში ერევანში, მე მაშინ იქ ვიყავი და ვნახე უბრალოდ და თბილისში არ ჩამოვიდა. ჩვენ ვატარებთ. აი არაღიარება რა დღეს პოლონეთში ვარშავაში იყო კანდიდატ ქვეყნებთან შეხვედრა საქართველოს არ არ არის ხო? ესე იგი მუშაობს ეს არაღიარება, მაგრამ როგორც კი ისინი ჩაატარებენ ამ არჩევნებს უჩვენოთ და ჩვენ ვერ დაუმტკიცებთ გაყალბებას, იმიტომ უნდა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში თუ გინდ, თუმცა რათა შენი ხალხი გადაარჩინო შენი ადგილებზე, ის ხალხი ყოველ გაქრება. თბილისში არ გაქრება, იქ გაქრება შენი ხალხი პარტია. აი მოდით ახლა კოცების მხრიდან კითხავთ, რომ მე რო კოცი ვიტყო, გეტყოდით, რომ აი ნახეთ ოპოზიცია, რომელიც მეუბნებოდა, რომ არჩევნები გავაყალბე, არალეგიტიმური ვარ, ჩემს არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა, ჩემს პირობებს დათანხმდა. აბა ნახეთ როგორი უპრინციპოები არიან. ნახეთ სუტყვილა მასანქცირებდნენ. თუ კოცებს ამაში ვეთანხმებით, რომ მათი პროპაგანდა მუშაობს. ეს პროპაგანდა წამოვა მათი მხრიდან. უკვე სულ ცოტა 3-4 წელია კოცების პროპაგანდა მუშაობს კოცების სამორჩევლად. ხოლმე არ მუშაობს. მათი კი. აბა იმაზე რომ გახლავთ გიპასუხოთ იმაზე LGBT იმაზე ვისთვის გიპასუხა რა დაგაჯერა? ან შენი მაყურებელი დააჯერა, ეს თქვა იმიტომ რომ მისი ამორჩეველი დააჯეროს LGBT-ში ახსენა რომ ეს საფრთხე არის. მათი ყველა ფრაზა არის თავის ამორჩევლისთვის მიმართული. აბა ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ისე შვიდად ჩაატარეს არჩევნები და მიითვისეს როგორც მათ უნდათ, რომ შეეცვლებათ რიტორიკას უცხონარი იქნება. დაიწყებენ ლაპარაკს ევროკავშირზე, როგორც დროშებს აფრიკა დააშენებენ, უამრავ რაღაცებს შეცვლიან. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში მათთვის უკეთ შემთხვევაში, უარ შემთხვევაში გამკაცრებენ რეჟიმს, მაგრამ მე მგონი რომ გაუჭირდებათ, შერბილება ურჩევნიათ ლოგიკურად ვიდრე გამკაცრების გამიგია ბატონობა, სიღარიბეო ახსენებდო LGBT-ო პასუხობენ, ყველა პრობლემას შეახსენებდა LGBT-ო. მოძრო, სულ მალე შეიცვლება ვითარება და ჩვენ უფრო გამკაცრებენ ამ მიდგომას. არა, გამკაცრებას რესურსები უფრო გამკაცრებენ. ძალიან რესურსები უნდათ. ნახეთ, ქვია რესურსები, ვენესუელას რესურსები აქვს, ნავთობი აქვს, ქვია ბელორუსიაში წარმოება ქარხნები მუშაობს, ფაბრიკები მუშაობს, რუსეთზე მიმული, რუსული ენა მუშაობს. იქ რუსი ჩინოვნიკი დაკითხავს აქციის მონაწილე. აბა წარმოიდგინე შენ პოლიციაში ჩვენთან რუსმა დაკითხოს ჩვენი აქციის მონაწილე. მე მგონი არ იქნება მათთვის ასარგებლოც რაღაცა. დაბებების დროს კი იყო გარკვეული ეჭვები. ხო, მაგ ფაქტებია საჭირო და არა ეჭვები მარტო. ანუ ბელორუსია მიერთებულია რუსეთზე. საქართველოში არის კაფიოდ გამოკვეთილი ანტირუსული განწყობა. ქართულოცებს ამორჩევლებში სკოლები როტარდება, იქაც კი ანტირუსულია. თუ მათ რუსეთზე ლაპარაკობენ დადებითად, ეშინია და იმიტომ ლაპარაკობენ რუსეთზე და არა იმიტომ რომ უყვარდა, იმიტომ ლაპარაკობენ რუსეთზე. ანუ საქართველოს ვერ აუღებელი ციხესიმაგრეა რუსეთისათვის, როგორც ვერც საბჭოთა კავშირის დროს, ვერც მერე ვერაფრით ვერ შეაყვარა ვერც ეთმა რეჟიმმა, ვერც გორბაჩოვმა, ვერც ელცინმა, ვერც პუტინმა საქართველოს მოსახლეობას რუსეთი გამორიცხულია. სომხეთშიც კი არის საზოგადოება გაყოფილი და ხალხი გამოდის რუსულ დროშებზე. ეხლა ჩვენ დავწუნებთ მიაქცეთ ყურადღებას, სექტემბერში იქნება ძალიან ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები მოლდავეთში. და ძალიან დიდი რისკებია იმისა, რომ შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკა, რომ იქ შეიძლება რუსეთმა რაღაც წარმატებას მიაღწიოს. რუმინეთში პროცესები მიმდინარეობს, ძალიან საინტერესო. ეს ყველაფერი ჩვენ გვეხება აუცილებლად. ამ ფონზე ერთადერთი ჩვენი მონოპოლი არის ანტირუსული განწყობა საზოგადოებაში და პროევროპული. თუ ვინმე 9 აპრილიდან მოყოლებული ქუჩაში გამოდის თავის თავი და თავის ფეხებით, ეს არის ხალხი, ვისაც უნდა დემოკრატია. სხვა არავინ, არანაირი ულტრამემარჯვენეები, არანაირი ფაშისტები არ გამოდიან თავის ნებით. გამოდიან ვიღაცის დაძახებით, ფულით, მარშრუტკებით ჩამოიყვანენ, აჭამენ ხაჭაპურს, ფულ ჩაუჯიბებენ ჯებაში და წაიყვანენ უკან. თავისი ნებით არც ერთი სხვა ინიციატივა არ ხორციელდება გარდა პროდემოკრატიული ძალებისა. ეს ესმით ევროპაში და ამერიკაში და ამიტომ გვაძლევენ მეგობარ აქს და ასე შემდეგ და ეს ესმით მოსკოვში. ამიტომ მათ კარგად იციან რომ საქართველოს ასე იოლად აღება შეუძლებელია და საჭიროა მეტი რაღაც გარკვეული მოქმედებები. თავარი ამოცანა დღეს რუსეთის არის საქართველოს არ მიდიოდეს ევროპაში, საქართველოს არ მიდიოდეს ნატოში. დღეს ესა თუ არაფერი არა. პუტინმა ქართველებს 9 მაისი მიუღოცა. ეს 8 მაისი თუ 9 მაისი ისედაც რაღაცნაირი სუდილემა ამ თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფში ვიყავით და ვართ გუშინ ნახეთ ტრამპმა საბოლოოდ დაადგინა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების თარიღად 8 მაისი, ჩვენ ისევ 9 მაისს აღნიშნავთ. ანუ არის რაღაცები, რაშიც ტრამპის ცოტა უცნაურია, ტრამპისგან მოულოდნელია ჩემს, იმიტომ რომ ხიროსემას და ნაგასაკის დაბომბვა რასაჭირო იყო მაშინ, თუ ომი დამთავრდა 8 მაისს. ეს ცოტა ეს ტრამპის უცნაურობას უფრო გავს, იმიტომ რომ ამერიკელებსაც სექტემბერში დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და არა ეს ევროპელები
ვეტერანებისთვის ჩვენთვის დასრულდა 8 მაისს. მაგრამ ჩვენ გვყავთ ვეტერანები. მე მიმაჩნია რომ 8 მაისს უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ვეტერანებს პატივიცეთ და მათთვის 9 მაისს რაღაცას ნიშნავს. მით უმეტეს 9 მაისი კარგად წამოგვეწია როგორც ევროპის დღე. და თელმა ერმა აღვნიშნოთ ევროპის დღე და ყავთ მშვენიერი კრეატიული ახალგაზრდები და რაღაც ფორმით მიულოცოთ ამ ჩვენს ვეტერანებს თუ კი 9 მაისსაც ჩემზე თარიღზე მეტად მნიშვნელოვანი შინაარსი. აი ვინ აღმოჩნდება პუტინის გვერდით, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა ალიევმა არ ვიცით რამდენად დამაჯერებელია ეს მიზეზები დაბადების დღე 10-ია მამამისის ხო რაც თარიღად მოკლედ და მიზეზად ოფიციალურად დასახელდა, მაგრამ ნახეთ რომ ფიცო აპირებს ჩასვლას ასევე უცნაური ტრაექტორით, ხო, ტრაექტორით როგორც ეს არის სიდეპინისიც დღე არის ხვალ და არა პუტინის, ანუ ეს ჩადის როგორც თავის ვასალურ სახელმწიფოში. ძალიან ჭირდება პუტინის სიდეპინის მიღება რა თქმა უნდა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ხო, უკვე ჩვენი ახალი სტრატეგიული პარტნიორის. აი, ასეთ გადანაწილებას თუ წარმოიდგენთ ბატონ პატა, გეკითხებით იმიტომ რომ ქართული ოცნების მინისტრი ბრდანდებოდით, მე თქვენი ინტერვიუს ერთი საინტერესო ნაწილი მინდა რომ მაყურებელთან ერთად გაიხსენოთ, სადაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაციაზე, თქვენთან ჯერ კიდევ მინისტრი ხართ მაგ დროს და ნატოსთან დაკავშირებით დაგისვათ კითხვები. აი, როდის გახდა ქართული ოცნება რუსული და რა ნიშნები იყო ამის? აი, ნიშანი ხა, ჩემთვის ეს ერთადერთი ნიშანი იყო, თქვენ ახლა კარგად გაიხსენეთ, რაღაც როგორც წესი წელიწადში ერთხელ თავრობა ხვდება დიპლომატურ კორპუსს. და ჩვენ ანგარიში ვაბარებთ ჩვენ დიპლომატურ კორპუსს, ვინც ჩვენს ელჩებს, რომელიც უცხოეთში მუშაობენ, ანგარიში ვაბარებთ და ჩვენ სტრატეგიებს წარმოვადგენთ ყოველ სამთავრობას, ყოველ წევრი, მათ შორის ჩემი სამინისტროს და მაშინ საკმაოდ მკაფიოდ ვილაპარაკე ნატოზე, რომ ნატო არის შანსი კონფლიქტების მოგვარების, ნატოში გაწევრიანებას არის ღირებულებითი კონცეფცია, ეს არ არის მარტო თავდაცვა, ეს არ არის მარტო შეარაღება, ეს არის დემოკრატია, დემოკრატიული ინსტიტუტები და ასე შემდეგ და მე მეხებოდა კონფლიქტების მოგვარება, მე კონფლიქტების მოგვარება ხედავ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების გზაზე. კაფეოდაც ალსახად არანაირი სხვა ვარიანტები არ არსებობს, გამორიცხულია და თუ ისევ ჩავებით რუსეთს, თუ კი დამიმართულებით, კატასტროფა იქნება, კიდე მეტად დავკარგავთ აფხაზებს და ოსებს. ამიტომ ეს იყო ჩემი თავარი, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეტყობინება, რომ კონფლიქტების მოგვარება ევროკავშირისა და ნატოს გზით. და მაშინ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და როცა დავიშალეთ და დიპლომატები გავიდნენ, ჯერ კიდე მგონი თვარს იბერიაში იყო ეს თუ მეტეხში აღარ მახსოვს და მე დავჭით მარტო რაღაც ჟურნალისტებს შორს არიან, გველოდებიან, როც გამოვა ივანიშვილი და ალბათ ინტერვიუს აიღებენ და ვიდრე აქ ვზივარ ჩვენთვის და შენ რო ამბობ ნატოსო დარწმუნებული ხარ რომ მიგვიღებენო? მე ვუთხარი ჯერჯერობით ამ წუთში არ ჩასო მიგვიღებენ, მაგრამ კარები ღია და მიუნხენის კონფერენციის ის აქ ბუხარესტის კონფერენციის ფორმულა ვუთხარი. ცერაო თუ დარწმუნებულები არა ვართო რომ ნატოში მიგვიღებენო, მაშინ ჯობია რომ ქვია ფუჭი იმედები არ შევთავაზოთ საზოგადოებასო. ეს მახსოვს და ეს რომელი წელია 2016 წელი. 16 არ იქნება 16 არა 16 არა უკვე პრემიერ-მინისტრი არა ეს არის იქნება 12-ში მოვედით 13 წელი იქნება. მაგრამ თქვენ 16 წლამდე იყავით მინისტრი. მე კი ვიყავ მაგრამ მე გამოვლენები არის. ხარიბაშვილთან ვიყავი და კვერიკაშვილთან ვიყავით ხო. ანუ ამ კურსის ის რაც გითხრათ ამის მე დაიწყო 16 წელს დაიწყო სწორედ კამპანია შეგვეტანა კონსტიტუციაში შესრულებები ნატოში და ეს დამშრალოვანი იყო იმ კოალიციისთვის რაც ჩვენ ვიყავით და მოყვებოდნენ იყო რაღაც ნიუანსები მაგრამ აშკარად ჩანდა რომ გვეთახმებოდა რო წამოვედი უკვე 16 წელს უთო დაიშალა კოალიცია და რესპუბლიკური პარტია გამოვიდა თავისუფალი დემოკრატები გამოვიდნენ მე უკვე მარტო იყო ქართული ოცნება როცა განაგძო მან ეს გზა და შეიტანა 17 წელს შეიტანა კონსტიტუციაში შესრულებები დაგესესხოთ ანტურაჟი შექმნა თავიდან ბიძინა ივანიშვილმა პროევროპულობის მე გონი ახლა მე არ ვეთახმები მოსაზრებას რომ ის ყოველთვის ასე ფიქრობდა მე მაინც გონია რომ ის მიხვდა რომ დემოკრატია ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა ამიტომ ის ხალხი ვინც შემოიკრიბა გარშემო იმედით რომ ეს ხალხი აი ჩვენ გავხდებოდით კობახიძის ტიპები აქედან ჩვენ დღევანდელ საუბარ აქედან დაიწყო ჩვენ არ გაუმართლეთ მას ნდობაში ანუ ჩვენთვის დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანი მე არაერთხელ მithქვია კიდევაც იგივე პოლიტოლოგიას ვასწავლი უნივერსიტეტში და დემოკრატიის მთავარი ნიშანი ის კი არაა თუ როგორ მოდის ხელისუფლებაში რა თავისად მნიშვნელოვანია დემოკრატიული გზით არჩევნებით ახლა ვლაპარაკობთ ამიტომ თუ როგორ მიდის წასვლა უფრო მნიშვნელოვანი ნიშანია ვიდრე მოსვლა ამიტომ რაც ალბათ ჩემს მიუღებელი იყო ნაციონალური მოძრაობა და ხშირად ვაკრიტიკებ მას ნაციონალური მოძრაობა შექმნა პრეცედენტი უნიკალური საქართველოს ერთადერთი პრეცედენტი რომ მან დემოკრატიული გზით დემოკრატიული სტანდარტით დატოვა ხელისუფლება შეიძლება დღეს ნანობენ სხვა საკითხია მაგრამ ფაქტია რომ მათ ეს გააკეთეს და ამიტომ მამას მიმეორებდი ყველგან იქ მაშინ და ეთქობა მას ეს გულში ძალაუფლებიდან წასვლა ეს არის გახდა პრორუსული ეს ხელისუფლება და არა თქვა
თქვათ საგარეო კურსი იყო თავიდან არჩეული და შენიღბული პროდასავლური პარტნიორებით და მე გახდა უფრო აშკარა. ჩემთვის პრორუსობა მნიშვნელოვანი არა, რაც მნიშვნელოვანი არა, ანტიდასავლურობა. თუ შენ მოდიხარ ევროპიდან, შენ გინდა არ გინდა ხდები პრორუსი. რომც არ გინდოდეს მაინც მისრიალებ, როცა ყინულზე მანქანა მოგესწრება, საჭი აღარ გემორჩილება და მიყავხარ საითკენაც უფრო ქვია, მანქანა მისწრდება. შენ თუ უარს ამბობ ნატოზე და ვამბობ თუ უარს. შენ თუ უარს ამბობ ევროკავშირზე, ჩვენ გინდა არ გინდა ისეთ ადგილზე ვართ გეოპოლიტიკურად, იმდენ მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია კავკასია და საქართველო აი ყელი არის, ძაბრის ყელი არის კავკასიისა. შავ ზღვას კეტავს და კეტავს კავკასიონის ქედს. უნიკალური სტრატეგიული მდგომარეობა რომ არაფერში არ ჭირდება რუსეთს რომ დღეს საქართველო იყოს ნატოში და ევროკავშირში. მას იმდენად არ ჭირდება რომ ჩვენ რუსული დროშები ვაფრიალო და დიპლომატიური ურთიერთობა აღვადგინოთ და DST-ში შევიდეთ თუ იგივე 3+3-ში თუმცა ეს შეიძლება უფრო რეალური იყოს ვიდრე ჩვენ ვიყოთ ევროპა. ამიტომ თავარი ამოცანა დღეს ჩემი აზრით ეხლა ცოტა არ იყოს თამაშობს ივანიშვილი. აქ ჩინეთთან დაიწყო ურთიერთობები, არაბულ სამყაროსთან დაიწყო ურთიერთობები. ეს თლა ძალიან არ უნდა უხაროდეს ინტერესები ემთხვევა ძალაუფლების შენარჩუნებაც და ამასთან ერთად ის პოლიტიკა რომელიც რუსეთისთვის არის მისაღები. რუსეთის მისაღებია დღეს ჩვენი ევროპაში არ წასვლა. თორე არ მგონია რუსეთს ძალიან უხაროდეს რომ სიტყვაზე ჩინეთმა აშენოს მანდა მაინც ქვია აფხაზეთის ტერიტორიაზე კომპრომისია და საერთოდ ევროპასთან რანაირად წავლენ, რასაც დღემდე რაღაცნაირად გვიმეორებენ, როცა მაგალითად კალაძემ ახლახან თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებშიც ჩვენ გავიმარჯვებთ და ყველა შემდგომ არჩევნებშიო დემოკრატიის ცვლილება სად არის აქ და ხელისუფლებები. არა, მაგათ არ აქვს პრეტენზია. ეს ხო ლაპარაკია ხოლო. ჩვენ პოლიტიკა უნდა ფასდებოდეს საქმეები და არა სიტყვებით. ის სიტყვებით რა წინასაარჩევნო კამპანია რო ჩაატარეს, ქვია, საპარლამენტო, სულ ევროპული დროშებით არ იყო? გაფორმებული ქართულ დროშაც კი არ ჩანდა, ევროპული დროშები იყო ძირითადად, ხო? არ იყო გაყალბება, უკვე სიყალბე იყო, ხო? წინასაარჩევნოდ უნდა ეთქვათ მაშინ ამ მომრჩევლისთვის ის რაც ყობახიძემ უცხო დროშებს აფრიალებენო სამოქალაქო სექტორზე ლაპარაკობენ და ეს უცხო დროშები არის ის დროშები რაც თვითონ აფრიალებდნენ არჩევნების დროს. ამიტომ ეს არის ფარისევლური, ეს არის ოპორტუნისტული პარტია. მათ ღირებულება არანაირი არ გააჩნიათ გარდა ერთისა, ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ახალ მუდმივად რამდენადაც გამოუვათ. როგორც წესი ავტოკრატები და ავტორიტარული მმართველობა არ თulis რო შეიძლება წავიდეს. ყოველთვის გონდა რომ სხვა რო წავიდე, იმიტომ რომ სუსტი იყო. და როგორც წესი როცა ისინი მართავენ ქვეყანას, ისინი მართავენ სამუდამოდ, მაგრამ სამუდამოდ ჯერ არც არ გამოსულია. მით უმეტეს მოსახლეობა, როგორც პუტინმა ვერ გათვალა უკრაინელი ხალხის ნება და ფაქტის წინაშე დადგა და მოუწია ნამდვილ ომში ჩართვა, იმიტომ რომ მანამდე ეგონა რომ ითამაშებდა. ხო, ზუსტად ეს პრობლემა დაემართა ივანიშვილს. მას ის არ იცოდა ქართულ ხალხს. ის არ ელოდა ქართველებისაგან ასეთ უმადურობას წყარებში ბუნებრივია. ამდენი ეკლესია უშენე, ამდენი თეატრი აუშენე, ამდენიმე გავაკეთე და ეს ხალხი როგორ უმადურები არიან. ანუ ის წააწყდა ნამდვილ რეალურ ომს თავის ხალხთან. და შევიდა ამ ომში სხვა გზა არ დარჩენია გარდა ავტოკრატიისა. დაიწყო ომი ბატონო პატა გამოდის რომ ოცნებამ საკუთარ ხალხს. თქო უნდა 2000 არსებობს თქო უნდა. ის როგორ ეცი თუ შენ ყანას არ ამუშავებ არა სარეველა თავისით ამოდის. ავტორიტარიზმი არის სარეველა ის ბუნებრივი მოვლენა თუ შენ კოდა ამ დროს დემოკრატია ეს არის ცივილიზაცია. დემოკრატია არის ყოველდღიური გამარგვლა. დემოკრატია არის ყოველდღე არჩევნების ჩატარება. ყოველდღე ხელისუფლებაში მოსვლა, ყოველდღე ხელისუფლებიდან წასვლა. ელისო, რასაც გეკითხებოდა, დაახლოებით იმ ხაზს გავატარებდი. თქვენ როცა იყავით ამ კოალიციაში, მე პირადად 2012 წელს ზუსტად თქვენსავით პროდასავლური პარტიები რომ იყვნენ იმ კოალიციაში, ამიტომ მივეცი ხმა ქართულ ოცნებას დღემდე ნანო. მაგრამ თქვენ მეიმედებოდით მათ შორის. მე და თანდათან ჩამოგიშორეს და ჩემი კითხვა რას ეხება? ეს სურვილი ივანიშვილის რომ ხელისუფლების ცვლილება არ ყოფილიყო და მუდმივად ის აღმოჩენილიყო სათავეში როგორც მართველი, როგორც ყველა არჩევნების გამარჯვებელი. ეს სურვილი თავიდან არ ჩანდა, აი ამას გეკითხებოდა ელისო, რომ აი შენიღბული იყო, გამოგიყენათ მათ შორის თქვენ რესპუბლიკელები იმისთვის, რომ ეს პროდასავლური რაღაც ეფექტი შეექმნა და მე ჩამოგიშორა. თავიდანვე ჩანდა ეს თუ აი არა, ნამდვილ ეხლა ჩვენ ხო გამოვიყენეთ, ანუ საქმე ცირაშია, ჩვენ შიგნით შესულებმა ვნახეთ რა ბუნების არის ეს მართლობა და უფრო თამამად ლაპარაკობთ უცხოელებთანაც. ეხლა რამდენი რესპუბლიკელი ვიყავით, ხო თინა ხიდაშელი, დათო უსუფაშვილი,
მე უამრავ მთელი ფრაქცია ყავდა ჩვენ პარლამენტში. ანუ ეს ხალხი დღემდე აქტიურია. ჩვენ არ გადავნაწილებულა სხვა პარტიებში. ჩვენ დავრჩით ყველა წამოვედით და დავრჩით ქუჩაში, უხეშად რომ თქვათ. ანუ არავის არც ეს რესპუბლიკელს არ უხეირიას ქართულოსების სიკეთეებით. როცა ეს მისცემი ხელისუფლება არ გადავსულვართ, არც ერთი არ გახვდა რომ ქართულოსების პარტიის წევრი და ასე შემდეგ. თქვენ ministrები იყავით თქვენ თინახიდაშელი რესპუბლიკურ პარტიიდან და შევედი და რესპუბლიკურად წამოვედი. ხო? ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. იმის თქვა მინდა რომ გულწრფელად მინდა რომ მე რა თქმა უნდა ყველაზე იოლია თქვა რომ ხედავდით ამას. მაგრამ არ ჩანდა ეს. პირველ აი რესპუბლიკურ პარტიის ოტარდებოდა კომიტეტის ხლობები, კომიტეტის წევრი ვიყავი, როცა მოვიდოდით ეს თავრობის წევრები და დავსხდებოდით, ჩვენი პარტიის წევრები გვეკითხებოდნენ. ჩვენ თავარი იყო, თავარი ჩვენი კითხვა რა იყო? ივანიშვილი მიყავს თუ არა საქართველოს რუსეთისკენ? ეს ჩასაფრებულები ვიყავით და სულ ვამოწმებდით ყველა ნაბიჯს და სულ ყოველთვის ვამქვია დასკვნა იყო რომ ჯერჯერობით ამის საფუძველი არ გვაქვს თქვა. ანუ ეს მოსაზრება მეტიც მე უარეს გეტყვით. როცა ივანიშვილმა დაწერა პირველი წერილი, როცა სახეზეც კი არ ვიცი როგორ გამოიყურება 11 რა გამოჩნდა. მაშინ როგორც ეს ვაკეთებდა კომენტარზე და მაშინ ვთქვი რომ ეს რუსული პროექტია მეთქი. და მეორე წერილში მახსენა მეორე წერილი დაწერა. უკვე პატიოსებ რაღაცები და არიქა პარტია მითხრა უნდა წახვიდე და მე და დათო ბერძენიშვილი მაშინ გთხოვა მისვლა რესპუბლიკურ პარტიიდან და აკეშეზე კარგი დაწერა დათო ბერძენიშვილი და შენ წადითო შეხვდითო უსუფაშვილი ცენტრალურ აზიაში კონსტიტუციას უწერდა ერთ ცენტრალურ აზიურ იმას აქვია რესპუბლიკას და თბილისში არ იყო. ხო და რომ მივედი რა რომ შევედი ამ შუშის ხელო ჩამომართვა ქვია გამარჯვების ნაცვლად მითხრა პატარა იყო რასმერჩიო ჯერ გამიცანიო და მე ილაპარაკეთ ჩემზე. ანუ გულში მოხვდა რომ მე ვთქვი რომ ეს არის პროპროპორცია. იცოდა და დარწმუნებას თქვენსას რომ არ არის პროპორცია. ხო, მე ცოტა იყო უხალხოდ მიგზენი თავი ნამდვილად, იმიტომ რომ ასეთ შეხვედრას არ ვილო სახეზეც კი არ ვიცნობდი. სხვა კაცი რო ყოფილიყო შეიძლება ეს ჩამეთვალა ივანიშვილად. ანუ თავიდანვე ქონდა ეს განცდა, მაგრამ ახლა ერთი არის განცდა და მეორე არის ფაქტები. აქ ერთი ფაქტორია ნატოსეც რაც გითხრათ ეს შეფუთა ხალხზე სრუნვით რომ ნუ მატყუებთ ხალხს. ნახეთ, მე შევრანის დოსას ვიყავი მის გვერდში, ვინცაც რა უნდა მწყვეტა გასვლის კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი და აფხაზეთში ვიყავი და მასთან მქონდა პირდაპირ კონტაქტები და ამის არწხვენია და ჩემ საქმეს ვაკეთებდი. სააკაშვილის გვერდში ვიყავი, როცა გახდა იუსტიციის მინისტრი, მისი ახლო მეგობარი ვიყავი და გამიშვა ციხეებში და მაშინ დავიწყეთ ქურდებთან ბრძოლა და ისა რა ქვია, კორუფციასა ბრძოლა და მართლა ნამდვილად ვერ წაართვევ ამას სააკაშვილს. მართლა ის რო ყოფილიყო, ეს არ გამოვიდოდა, მაგრამ მე დამავალა ეს ხო, უამრავ მეგობრებიდან მე ჩამაგდო ამ იმა ქვია თავლაში და უნდა გამეწვიდა რა. ანუ მე იქაც ვიყოფილი ვარ, იქაც ვიყავი და აქაც ვიყავი. მე თუ მეძახიან საქმეზე და მაჯერები რომ ჩემი პროფესიონალიზმი, ჩემი კავშირები, ჩემი ცოდნა მათთვის მისაღებია, მე მივდივარ. მე არ ვიცი ვინ იქნება შემდეგი მართველი, მაგრამ რომ დამიძახოს და თხოვოს მისვლა, პირდაპირ ვამბობ მივალ. აქ ერთი კითხვა კიდევ, რომელიც ასევე თინახიდაშვილს ზუსტად ამ სავარძელში იყო ის დავუსვით ჩვენ. ყველასთან მივალო თუ საქმეა გასაკეთებელი. მე ვაგე პასუხს, მე ვერავინ ვერ შემცulis, ეს სამთავარია. მეც და თქვენს რატომ არ დავსვით კითხვა 2012 წელს, როგორ შეიძლებოდა გამოსულიყო ისე რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქმიანობდა რუსეთში და იქ იშოვა პირველი მილიონი და შემდგომი მილიონები და მილიარდებიც ყოფილიყო მოსკოვისგან დამოუკიდებელი მოთამაშე. ეს კითხვა რატომ არ დავსვით მაშინ? ხო არა. ეს ხინვალი კითხვა, ახლა მართლა ერთი სიამონება თქვა და კამათი რა, ნამდვილად. ხო და სხვა და დრო შეიძლება შეზღუდული გვაქვს და სხვა დროს კიდე ვილაპარაკოთ. ნამდვილად ეს კითხვები არსებობდა, მაგრამ როცა გეძახიან ან უნდა თქვა რომ ქვია კუდაბზიკობა შეთან არ მინდა შეპრორუსი ხარ და არ მოვალ ან უნდა არჩევნებზე ეს პრინციპისა მაგრამ ან უნდა შეხვიდე და მაქსიმალურად გააკეთო ის რის აკეთება შეგიძლია ეს ერთი და მეორე თუ ვერ აკეთებ უნდა იცოდე რატო ვერ გააკეთე მიზეზები უნდა იცოდე როცა შედიხარ ამ ბრძოლაში შეხედავ ფრონტს შეხედავ ვინ არის წინ ვინა უკან ვინა ვირის აკეთებელია უმრავლესობას მე ვიცნობ იქ ვიხარ ვინც პოლიცაბჭო ჩამოყალიბა ხო ახლოს ვიყავი რითი სუნთქავენ ვიცი მე ეს ანუ ჩემთვის მე შემიძლია სამსწავლოს ვიყავ დავჩენ ვიყავი ჩემ სამოქალაქო სექტორში და ყველა ეთყოდა მე ამ კაცს ამდენს გვაკრიტიკებს და როგორ უნდა აფხაზებს ესე დაელაპარაკეთ ოსებს ესე დაელაპარაკეთ თვითონ როტორ მოვიდა რატო არ დაჭდა მინისტრობასაც შევთავაზეთ რაღაც კი არ შევთავაზეთ სხვა მინისტრობა შევთავაზეთ
და ამ კაცმა უარი გითხრა. მე ვარ ერთადერთი მინისტრი, თავს არ ვიპოვე ნამდვილად კითხვები ძალიან ბევრი და უნდა უპასუხოთ ყველა კითხვას და მომხრე ვარ ამისი. მე ვარ ერთადერთი ყოფილი მინისტრი საქართველოში, ვინც დავწერე ანგარიში. წიგნი დავწერე, ქვია ხედვა, სადაც დავწერე არა ის რა კარგი ვიყავი და რა კარგი რაღაცები გავაკეთე, რა ვერ გამომივიდა და თუ ვერ გამომივიდა. და ეს დაუტოვე, ეს არ არის მემუარები, ეს არის რა უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე და სამწუხაროდ და საუბედუროდ 21 წელს დავწერე ეს წიგნი, დღემდე ყველა წიგნი არის აქტუალური. მე დარწმუნებულად თქვენ მიხვდით რომ ნიშნის მოგებით არ მიკითხეთ. ხო არა, პირიქით არა, ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ საჭიროა ჩემ თავსაც ხედავთ, როცა თქვენ მიკითხავთ ღია ეთერში, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეც მჭირდება ეს ჩემ თავში ჩამოყალიბდე, როცა მარტო ვარ ჩემთან, მე ჩემ თავს უფრო თამამად აუხსნი, რატო ვიქცევი ასე თუ ისე, მაგრამ როცა საზოგადოებაში ლაპარაკობ ძალიან მნიშვნელოვანია ასე თემებზე საუბარი. იდეალური არავინ არასდროს და ჩვენი რაკი ჩვენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვლაპარაკობთ, საზოგადოება უნდა გვენდობოდეს ჩვენ რომ ჩვენ მათ არ ვატყუებთ. ეს გარდა ამ კითხვაზე პასუხი ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოსკოვისგან დამოუკიდებელი მოთამაშე, როცა იქ გამდიდრდა. მას პასუხისმგებლობები არ მოყვება ამ ფულს. არა, ნახეთ რამდენია იქ ხადარკოვსკი მაგალითად სიტყვაზე. ქვია, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი არა, მაგრამ 4-5 დიდი მსხვილი მილიარდერი, უფრო მნიშვნელოვანი მილიარდერები ვიზა ივანიშვილი მოახერხეს ჩაეჭრათ ჭიპი რუსეთთან და გარკვეულწილად დღეს დასავლეთში არიან და რაღაც საქმიანობენ სწორედაც რომ აძლიერებენ რუსეთის დემოკრატიულ ფრონტს. ანუ თეორიულად მანდამაინც ივანიშვილი უნდა ყოფილიყო ის ვინც ფული გააკეთა რუსეთში, მაგრამ შემდეგ იქნებოდა დამოკიდებული რუსეთზე. ჩემზე ეს არ მოქმედებს. ჩემზე მოქმედებს ფაქტები, კონკრეტული ფაქტები. და ჩემთვის კონკრეტული ფაქტები დაიწყო მაშინაც კი არა, როცა ჩვენ წამოვედით 16 წელს. ჩათვალო რომ ჩვენ არა ვართ ის ჭირდება. ჩემთვის კობახიძეები არა ხართ. ხო, როდის დაიწყო თქვენთვის თავარი შემოტრიალება როცა მეორე ტურში, როცა პრეზიდენტობის არჩევნებზე, როცა სალომე ზურაბიშვილმა წააგო პირველი ტური. და როგორ უცებ აიჭრა ქართული ოცნება და უცებ დაიბნა და ისტერიკაში ჩავარდა. არ ელოდნენ. ნუ იმდენად კომფორტში იყო, იმდენად თუხთუხებდნენ თავის საკუთარ კონში, როგორც ყველაფერი კარგად მიდიოდა და უცებ ქართულ ხალხმა დაარტყა ხია პირდაპირ პირველ ტურში. და ეს იყო ჩემთვის ძალიან სერიოზული შეტყობინება, რომ ესენი სერიოზულად აპირებენ გადაუხვიონ დემოკრატიის გზას. იმიტომ რომ ჩვენ რო ჩახსნა უკვე ჩანდა რომ დემოკრატიის გზას გადაუხვეს, მაგრამ შენზე რაკი შენ ჩახსნეს ანიშნავს რომ შენ უნდა გაბრასდე. ანუ იქნებ სხვა უკეთესი მოიყო იგივე კობახიძე რომელიც მაშინ გამოჩნდა ჰორიზონტზე, მანამდე არ ჩანდა, არც 12 წელს არ ჩანდა, 16-ში არ ჩანდა, 16-ში 16 წლის მაისში. ეხლა ბრძოლაზე რო ლაპარაკობს, ანუ ვერავინ ვერ იხსენებს, სად იყო ირაკლი კობახიძე, როდესაც ნაციონალებს ებრძოდით. სააკაშვილის საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო მე მაგ. ხო, შეიძლება. ასე რომ მე ჩემთვის მიუღებელია მხოლოდ დივანზე წამოწოლილი ოპონენტების კრიტიკა ხოლმე. აი თქვენ გიცნობთ და ოდითგანვე და როგორი ჟურნალისტიც იყავით, ხო? მინისტრი იყავით და მაკრიტიკებდით და კითხვებს მისვოდით საკმაოდ არც სასიამოვნო კითხვებს, ხო და მაგრამ ადამიანი რომელიც არასდროს არაფერზე პასუხს არ აგებს და იწყებს გაგონილი კითხვების დასმას, იმასაც უპასუხებ, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ნუ გონია რომ ლუარსაბ თათქარაძის სახელობის ტახტიდან შეიძლება ქვეყანა მართო. უნდა შეხვიდე საქმეში, თუ გინდა ცურვა ისალო, უნდა შეხვიდე წყალში